მოგესალმებით ყველას იესო ქრისტეს სახელით. მადლობა ღმერთს, რომ არის გზა მისი სიტყვის მოსასმენად. გვაქვს მშვიდობა ღმერთისგან და კიდევ ერთი ბრწყინვალე დღე მისი სიტყვის მოსასმენად. ეს გახლავთ ისევ ღმერთის სიტყვა, ისევ ჩვენი ბიბლია, ისევ უზენაესი ავტორიტეტი. პავლე მოციქულის წერილი პირველი კორინთელთა მიმართ, ეს გახლავთ მეორე თავი, მე-13 მუხლიდან. ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმინდისაგან შესწავლილით. სულიერით განვმარტავთ. აი მიწიერი ადამიანები არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგნურებად მიიჩნევს და არც ძალუც შეცნობა. რადგან სულიერად არის განსასჯელი. ხოლო სულიერი განსჯის ყოველივეს, თავად კი არავისგან განისჯება. მოდი ვილოცოთ ცოცხალი ღმერთის წინაშე. უფალო, ჩვენ მოვდივართ იესო ქრისტეს სახელით, შენი უზენაესი მადლის ტახტის წინაშე. უხმობთ შენს თანდასწრებას დღევანდელ დღეს, უფალო, და გვაქვს თამამი მისადგომი ქრისტეს სახელი. კიდევ ერთხელ მოვისმინოთ შენი სწავლება, რომ ჩვენს გულებს გქონდეს მშვიდობა და მკვდრეთით აღდგომის სიხარული. გვწამს და ვაღიარებთ ყოველივეს მოსმენილს, დაწერილს, რაც მადლით აღისება სულიწმინდით. შენ კი ჩვენგან გხება დიდების მსხვერპლი გეკუთვნის, წმინდაო სამებაო, მამაო, ძეო სულოწმინდაო, ამინ. მე დღეს შესავალი გავაკეთე. ქვეყნიერებას არ ესმის. მაგრამ თუზაჩიდან იშვით, დღევანდელი სასმენელი აუცილებლად იქნება თქვენი ცხოვრების თანამგზავრი. ამბავი მინდა მოგიყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ კორინთელების წერილს აღარ გავშლი და გადავალ იოანეს სახარებაში, ყოველთვის ნაცნობი, ძალიან სასურველი ადამიანი, ბავშვმაც კი იცის და სხვათა შორის ქართულ სკოლაში როგორც პატარა ისტორია ბიბლიური მონათხრობისა ისწავლება. მე დღეს ისევ ლაზარეს ამბავზე შევჩერდები. ეს საკითხავი თქვენში რომ მტკიცე დარწმუნება შევიტანო, ჩემო კარგებო. მოთასებული არის იოანეს სახარების მე-11 თავში. პირველი მუხლიდან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ღვთის სიტყვა, მოწმობა და სულიწმინდის ბეჭედი. ლაზარე, ეს გახლავთ ბეთანიელი კაცი. დაწერილია, რომ დასნეულდა. არც ეს სიტყვა არის რაღაც უმნიშვნელო, მიუთითებს რაღაც გარკვეულ დიდ ავადმყოფობაზე. ისტორიიდან ვგებულობთ, რომ ლაზარეს ორი დაყავს, მარიამი და მართა. მე არ ვიცი თქვენ როგორი დაძმობა გაქვთ. მე არ ვიცი სხვის ოჯახში როგორი დობაა ან ძმობაა, მაგრამ ეს სამეული დღეს მაგალითია დაძმობის. ორივე და, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს თავის ძმაზე, ისინი დარდობენ მისი ძმის ავადმყოფობაზე. აქ არის ყველაზე საგულისხმო ისტორიის განვითარება იმ კუთხით, რომ არც მარიამი და არც მართა არსათად არ დარბის. ისტორია მაშინათვე ვითარდება და დაწერილია, რომ მათ კაცი გაგზავნეს იესო ქრისტესთან. უკვე მეტყველებს ჩვენი თხრობისას, რომ ამ ოჯახის ამბავი და ამ დაძმის ამბავი ღმერთს უკავშირდება და ეს არის ქრისტე. ეს არის განსაკუთრებული ოჯახი. ძალიან ხშირად ბევრი და ტრაბახავს, რომ მას კარგი ძმა ყავს და ძალიან ბევრ ძმასაც უთქვამს და სიქადული სიტყვები უთქვია, რომ მას კარგი დაყავს, მაგრამ მე სხვანაირ დაძმობაზე გესაუბრებით დღეს თქვენ. შეუძლებელია გიყვარდეს ძმა და არ დარდობდე მის ტკივილზე. მართამ და მარიამმა გაითავისეს, მიიღეს და გულთან მიიტანეს ძმის გასაჭირი. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე კარგი მაგალითი დღეს ის არის, რომ მათი ადგილი, მათი საძებარი, მათი ნუგეში
არის მხოლოდ ქრისტე. ჩვენ არა ვართ მიმდინარეობა, რომლებიც ექიმს უარყოფენ ან რაიმე გონივრულ მკურნალობას, მაგრამ ჩვენ თქვით, ქვეყნიერებას არ ესმის, რადგან მხოლოდ სულიერ შეუძლია გაიგოს, არავისგან არ განისჯება. თქვენ ვერ განსჯით დღეს მართას და მარიამის დამოკიდებულებას. მათ აქვთ სულიერი მიდგომა და ისინი ეძებენ ქრისტეს. რა კარგია, როცა ყველა გასაჭირში ქრისტეს ეძებთ. და იცით როგორი ავადმყოფობაა, იცით როგორი სნეულებაა, იცით, მას სიკვდილი მოყვა. მას განადგურება მოყვა. ალბათ ამიტომ აქვს ორივე და ესეთი წუხილი და ესეთი ტკივილი. აი ოჯახის მაგალითი. სადაც ერთმანეთს კი არ აქილიკებენ, სადაც ერთმანეთს კი არ ამცირებენ, მათი საფიქრალი არის ყოველთვის და ყველა მდგომარეობაში ქრისტე. როგორც კი კაცი მიდის და ქრისტე გაიცნობს ამბავს და მაშინათვე ხდება სულიწმიდით განმარტება, რომ ქრისტეს ეს ოჯახი უყვარდა. ცალ-ცალკე სახელებით მოიხსენია, უყვარს მარიამიც, მართაც, ლაზარეც, ცალ-ცალკე დაასახელა. თუ ის რომ მას არ უყვარს ქვეყნიერება და ცოდვილი ადამიანები, აქ ამაზე არ არის დღეს საუბარი. აქ არის დღეს მართას, მარიამის და ლაზარეს განსაკუთრებულ ქრისტიანულ სულიერ მიდგომებზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ძალიან უყვარდა, ლაზარე დარცვამატებ. მე გითხარით კიდევაც, რომ იოანეს სახარების მე-11 თავშია ეს ამბავი ჩაწერილი. თქვენ შეგიძლიათ შემამოწმოთ თან და თან, მუხლი და მუხლ. ის უცებ არ წასულა. თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ, გაიგოთ თქვენი ოჯახის გასაჭირი და თქვენ წამში იქ არ გაჩნდეთ. ალბათ არც ერთი ადამიანური ისტორია ამას არ დაუშვებდა. მაგრამ კიდევ კორინთელებს დავიხმარ და ვიტყვი, რომ ქვეყნიერებას არ ძალუც მსგავსი ისტორიის მოსვენა და გაგება. ეს არის სულიერი ამბავი. ის უცებ არ მიდის. როგორც კი მოციქულებთან ერთად ჟაბაასი განიხილება და ქრისტე ერთმშვენიერ დღეს აი ამ დიალოგში ეუბნება თავის მოციქულებს, რომ უნდა გაეშუროს იუდეასკენ, მოციქულები აღფრთოვანებულები არიან. უფალო, განაცოთა ხნის წინ ეს იუდეველები არ გიპირებდნენ ჩაქოლვას? რამდენი რამეა ჩვენთვის გასაოცარი და გასაკვირი. იცით, ზოგჯერ ამბავს როცა ყვება ქადაგებელი, მიუხედავად იმისა, რომ მართა, მარიამი და ლაზარია დღეს ჩემი მთავარი პერსონაჟები, ხშირად ჩნდება ისეთი პერსონაჟებიც, რომელიც რაღაცა ისტორიას განსაკუთრებულ მოვლენას ანიჭებენ. როგორც მართა ემსახურება ღმერთს, არც მოციქულები ტოვებენ ქრისტეს. ძნელია დატოვო ქრისტე მერწმუნეთ, თქვენ ვერაფერს ვერ მოიგებთ. მაგრამ ყოველთვის გექნება კითხვები, რომ რო წავიდეთ იუდეველებმა რო ჩაგვქოლონ, მაგრამ ჩვენ გვყავს ღმერთი, რომელსაც ყოველთვის პასუხი აქვს. ვინც დღისით დადის, არ წაბოძიკდება. მე ზუსტად ვციტირებ, რაც წერია, არანაირ ჩემ სიტყვებს არ უმატებ, მაგრამ ვინც ღამით დადის, წაბოძიკდება. რა მოსატანი იყო ეს წინადადება, როცა ადამიანის სიკვდილს სიცოცხლეს ეხება საქმე. სულიერად განიმარტება და განისჯება. ქრისტემ ყველაფერი იცის. იცის, სადაც სიბნელია იქ, რომ სინათლე ვერ დაისადგურებს. და ერთ-ერთი ტიმოთე, ტყუპისცალად წოდებული, როცა ისმენს ყველა ამ დიალოგს და სადამ ჩვენს მთავარ პერსონაჟებზე გადავალთ, ეუბნება უფალო, ჩვენ წამოვალთ შენთან ერთად
და შენთან ერთად დავიხოცებით. არც ერთი სასიამოვნო სიტყვა ჯერ არ მithქვამს. ჩემი ქადაგება მიუნიშნებს და მიუთითებს დღეს სიკვდილს, დახოცვას. არ ვიცი ვინ რა განიცადა, მაგრამ წარია, როდესაც ოჯახში სიკვდილია. როგორ განმარტავთ? არსებობს ბევრი გამონათქვამი, ღმერთმა გვაშოროს. ფუი ეშმაკს მსგავსი რამ არასოდეს უქონოდეს ადამიანს. მაგრამ მე ასეთი ხორციელობით დღეს თქვენთან არ მოვსულ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი ბევრისთვის ტანჯვაა, რა საინტერესოა, როგორია მისი, გნებავთ მეცნიერული, გნებავთ ბიოლოგიური ახსნა. ყველა დადგებით თქვენ ამის წინაშე. სხვათა შორის ძალიან მარტივი თარგმანება ქონდა ამ სიტყვას და ასეთი განმარტება შემოგთავაზა ბიოლოგიურმა, მეცნიერულმა კვლევამ. სიკვდილი ეს არის ბიოლოგიური ცოცხალი ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრული. მუდმივი დასასრული. საინტერესოა. ადამიანი შედგება უამრავი უჯრედისაგან. იცით რამდენი? მილიარდობით. თითქოს მილიონს უფრო ვითვლით. მილიარდობით უჯრედისაგან შედგება ადამიანი და მედიცინამ მოგცა ასეთი განმარტება. როგორც კი უჯრედი იყოფა, ერთი მთლიანი უჯრედის გაყოფა ხდება, თავისთავად უზრუნველყოფენ სიცოცხლეს. როგორც კი ცოცხალ ორგანიზმში უჯრედის გაყოფა ნელდება და შემდეგ ჩერდება, მას ქვია სიკვდილი. ლაზარე, რომელიც გარდაიცვალა, მისმა უჯრედებმა გაყოფა შეწყვიტა. ისევ ცოდნისთვის ნამდვილად არ გაწყენდათ და ის რომ უჯრედი გაიყოს, მას ყავს პასუხისმგებელი ქრომოსომები ორგანიზმში. ამ ქრომოსომებს ტელომერები აქვს მობმული, როგორც მაქვანი თუ მარქვანი და როგორც კი იყოფიან, აი ეს ტელომერები განაპირობებენ სიცოცხლის უნარიანობას უჯრედის დაყოფისა, მაგრამ როგორც კი ნელდება და ჩერდება, ადამიანი კვდება. რა საშინელია, როცა ამ ქვეყნიურად განიხილავს დედაშვილის სიკვდილს. რა საშინელებაა, როდესაც ადამიანს უგრძნია საყვარელი ადამიანის სიკვდილი. რა თქმა უნდა, მას ასეთი განმარტება არ მოსულია თავში, რომ ქრომოსომებმა შეწყვიტეს მოქმედება და უჯრედი აღარ იყოფა, მაგრამ სიკვდილი ნამდვილად საშინელებაა. მე დღეს თქვენ დაგისახავთ ადამიანს, ქალბატონებს, მარიამს, მართას, რომელთაც ადარდებს ძმის სნეულება. როგორც კი უფალს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ამ ოჯახს იახლოს, მაშინ ჩვენი ლაზარე ცოცხალი აღარ არის. 4 დღის მკვდარია. განიხილეთ ყველამ საკუთარი თავი, როცა შენ გტკივა, შენ ხარ ჭირის უფალი, მაგრამ შენ გეუბნებიან, რომ მოდის იესო, შენ ტოვებ ყველაფერს და ეგებები ქრისტეს. მე ვყვები იოანეს ახარების მე-11 თავს. როგორც კი ქრისტე დაინახა, მართას ცოცხალი სიტყვები ასეთი იყო, შენ რომ უფალო აქ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ თუ კი რწმენა, ბარემ რწმენა იყოს და ეთქვას, რომ აი უფალო თქვი ეხლავე რომ აღსდგეს ჩემი ძმა.
მაგრამ კორინთელების წერილს ისევ შეგახსენებთ. სულიერები განმარტავენ ყოველივეს, ხორციელს არ ძალუց ამ ჭეშმარიტების მიღება, მაგრამ მართამ, რომელმაც აღიარა მასთან მოსული ქრისტე და ეს არის ოჯახი, სადაც სამივე წერს ცოცხალი ურთიერთობა აქვს ღმერთთან, მას ჯერავს, რომ ქრისტე რომ ყოფილიყო, მისი ძმა არ მოკვდებოდა. აქ ქრისტე პასუხს არ სცემს. მართას რწმენა ვლინდება. შენ ხარ ძლიერი მაშინ, როდესაც შენი რწმენა გაჭირვების ჟამს ვლინდება. იცით რა უთხრა? მე ხომ გითხარით, რომ სულიერს ესმის, სულიერი სიტყვები, უფალო ისიც ვიცი, შენ ახლა იტყვი სიტყვას და ისე იქნება, როგორც ღმერთს სურს. არ არის ეს რწმენა. არ თქვა მართამ ვინ იყო? მან თქვა. არ გეგონოთ, რომ გავაზვიადე და რაღაც ფონი შევქმენი ემოციური. არა, არ დამაბრალოთ. ეს არის იოანეს სახარება. ძალიან კარგი ღმერთის სიტყვა. აქ წერია 21 და 22 მუხლში, რომელიც ჩემი ქადაგების დევიზია. მანტრაა ჩემი ქადაგების. სახელია ჩემი ქადაგების. 21 მუხლი. უფალო აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. ვინ იტყვის ამ სიტყვას? ის იყო ჭირის უფალი, მაგრამ მას ჰქონდა რწმენა. ქრისტე პასუხს არ სცემს. 22 მუხლს თავად მართა აგრძელებს. ახლაც ვიცი. ცუნაწილაკი. ახლაც ვიცი, ღმერთო, ახლაც მჯერა. რასაც თხოვ ღმერთს, ვიცი რომ მოგცემს. დღეს რამდენი მკვდარი დადის დედამიწაზე. რამდენი უსიცოცხლოდ. გადავხედე ჩემი ქვეყნის აღდგომას და შევღონდი. ჭამის დონეზე დავიდა ქრისტეს აღდგომა. ღვთის ისტორია კი არავის ახსოვს. მე თქვენ ისტორია მოგიტანეთ მართასი და რამდენი რამ თქმულა ხოლმე მართაზე, ნუ მართაობ ეხლა, როგორი სტუმართ მოყვარე იყო, როგორი განსაკუთრებული იყო, როგორი სიცოცხლით მოსილი ადამიანი იყო, მაგრამ მას გაჭირვებაშიც აქვს ძალა. და ეს არის ქრისტე. მან ყოველთვის იცის, მას არ ყავს ძმა, მაგრამ იცის, ახლაც, რასაც ეტყვის ღმერთს, მისცემს. მე მოგიწოდებთ თქვენ იყოთ მართა. ჯერ არ გამოჩნდა მეორე მთავარი გმირი მარიამი. ის ზის ოთახში და ისევ ჭირის უფალია, დარდობს, ტკივა, უკვე დამარხულია მისი ძმა. არ აქვს ჯერ მოლოდინი. მაგრამ როგორც კი მართამ ეს სიტყვები უთხრა ქრისტეს, რომ მე ვიცი ღმერთო შენ რასაც თხოვ. ღმერთი მოგცემს. ღმერთი არ აყოვნებს. ნეტა რა უთხრა? აი ნეტა რა უთხრა? ყველა ქრისტიანი რო ამბობს ის სიტყვები უთხრა. მე მინდა რომ არ შემეშალოს და ამიტომ წავიკითხავ ამ მუხლს. მართა. მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩავეჭიდი ამ სიტყვებს. მე ვარ აღდგომა, მე ვარ ჭეშმარიტება, კიდეც რომ მოვკვდე. მე ვიცი ვიცოცხლებ. აქვს კიდე ამ მუხლს შინაარსი.
კიდევ უთხრა ქრისტემ რაღაცა. ამასაც წავიკითხავ. ყველას ვინც ახლა ცოცხალი ხართ და ჩემი მორწმუნეა არ მოკვდება უკუნისამდე შენ იცი ეს რამდენჯერ წავიკითხეთ ეს მუხლები იცი შენ ეს ვისაც ჩემი სახელის წამს კიდეც რომ მოკვდეს მაინც იცოცხლებს არ ესმის ეს შენი ოჯახის წევრს არც შენს მეგობრებს არც შენი სამსახურის თანამშრომლებს ქვეყნიერებას ამის გაგება არ შეუძლია შენ ხარ მართა და შენ გაქვს მადლი და უფრო მეტიც სიკვდილს და არაბებს მიღმა დიდი გაზაფხულია ისეთი რა მოუმზადა ღმერთმა რაც კაცის თვალს არ უნახია ადამიანის ყურს არ სმენია ეს ყველაფერი ხდება სიკვდილს მიღმა მართა არის ჩემთვის გმირი მართა არის გმირი ქალი მართას არ უღალატია ღმერთისთვის მართა მიუხედავად იმისა, რომ სტუმართმოყვარეობით ძალიან აღნიშნული ქალი იყო სახარებაში. ის არც წმენაში ღალატობს ღმერთს და ეუბნება. მე ვიცი ღმერთო. ახლაც ვიცი. შენ ახლა იტყვი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა. როდესაც ურთიერთობაში შედიხარ არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ქმართან, ცოლთან, დასთან, ძმასთან, ეკლესიის წევრებთან როგორ ჩანა ყოველას რწმენა მართამ თქვა რომ შენ რომ ყოფილიყავი ქრისტე არ მოკვდებოდა ჩემი ძმა მაგრამ ეს რწმენა იყო ძალით მოსილი ეს იყო ადამიანური ნათქვამი ის იყო ადამიანი ჩვეულებრივი ხორცით შექმნილი ადამიანურად უთხრა, მაგრამ სულიერად გაზრდილმა ქალმა იცის, რომ მას ყავს ცოცხალი ღმერთი. ქრისტემ როცა უთხრა, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, არც მართამ დააყოვნა. არ დამაბრალოთ და კიდევ წაგიკითხავთ. უფალო, მე მწამს, ვიცი შე რომ ქრისტე ხარ. ამ სოფლად მავალი. აი რწმენის ქალი. აი რწმენის დედაკაცი. აი სიკვდილის ჟამს რა დიალოგია. ვის დროს ყოფილა მსგავსი რამ? მე არ დასწრებულ ვარ არასდროს. მას წამს სიცოცხლის სიკვდილში. ამ დიალოგების შემდეგ მართა მიდის მარიამთან და ეუბნება მარიამს მარიამ ქრისტე ამოსული. ეს იცით რომელი მარიამია? ნელსაცხებლით ქრისტე რომ გაამზადა. ფეხები რომ მობანა. თქვენ მეტყვით ჩვენს ესე ვცხოვრობთ, აი ეკლესიაში დავდივართ. მეც ძალიან დიდი წლები და სხვათა შორის ლამის კომუნისტური ეპოქიდან წამს ღმერთის სიტყვა. მე ასეთ ღმერთის შულზე არ გიყვებით. მე გიყვებით ცხოვრება შეცვლილ ღმერთის შულზე. მე გიყვებით ისეთ ღმერთის შულზე ტკივილის ფასი რო იცის. მაგრამ არ ავიწყდება ღმერთი. სიკვდილი რო იგემა, მაგრამ სიცოცხლეც რო წამს. ასეთი ადამიანები ცოტაა დედამიწაზე. რომელსაც სულ ტკივილში შეეძლოს ცხოვრება. დიდხანს გაუძლოს. არადასათასწლეველი ძალით აიღება.
ეხლა თუ ვინმეს გინდათ ცაცა სასუფეველი? მე ერთ ფსალმუნს წაგიკითხავთ. მე 40 ფსალმუნია. სხვათა შორის თამუნას არ ვხედავ თუ უკანაზეს. თამუნას უთხარი ამის წინ რომ გადაეშალა და წაეკითხა. მობილურსაც დავიხმარ და აქაურ ელექტრონულ ბიბლიას რომ უფრო სწრაფად დავაფიქსირო. მართა არის ადამიანი, რომლის ცხოვრება შეიცვალა. ნახეთ როგორია. კურთხეულია ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს იხსნის მას უფალი. უფალი დაიცავს და აცოცხლებს მას და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე. შენ არ გადასცე მას მტრების სურვილისამებრ. უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე. თქვენ მეტყვით, სად იყო აქ ღატაკი ეხა? სად იყო აქ გაჭირვება? სად იყო აქ რამე? მართა არის ადამიანობის ეტალონი. დედამიწაზე ხომ სრულყოფილება არ არის, მაგრამ ისი სიტყვები ადამიანობის ეტალონია. ის არ ჩერდება სიკვდილზე. მან იცის, რომ ამ სოფლად მავალი ღმერთია ქრისტე. ამიტომ მივიდა მარიამთან და უთხრა, შეეგებე. აი სასწაული. თქვენ გავთ თქვენი დედმამიშვილები? მე არ მგავს. თქვენ გავთ თქვენი დედმამიშვილები? იგივე სიტყვები თქვა მარიამა, როგორც კი ქრისტესთან მივიდა. უფალო შენ რომ აქ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. მე დაგისახეთ დღეს მიზნად ძალიან კარგი ოჯახი. არ ფიგურირებს დედმამა, მაგრამ ცოცხლად არ ჭამს დაძმები ერთმანეთს. არ ფიგურირებს უფროსი თაობა, მაგრამ არ მიდის ქონებაზე დავა. ისინი ღმერთის სიყვარულში ეჯიბრებიან ერთმანეთს. აი როცა ძმა მოგიკვდება და ორი და ქონებაზე კი არ საუბრობს, გაყოფაზე კი არ საუბრობს, მათ კაცი მიაგზავნეს ქრისტესთან. წაიკითხეთ მე-11 თავი და დარწმუნდებით, მათ ადამიანი მიაგზავნეს ქრისტესთან. აი შენ რომ გიყვარდა ის ლაზარე აღარ არის. და როდესაც მოციქულებს ესაუბრება ქრისტესანამ მართასთან მოვიდოდა და მარიამთან, მან მოციქულებს ასეთი სიტყვა უთხრა, ეხა ჩვენ ლაზარესთან მივდივართ, მაგრამ ძინავს. უფალო თუ კი ძინავს, რატო ნაღლობ, გამოიხვიძებს, გამოფხიზლდება. და დაწერილია, რომ ქრისტემ გასაგებად უთხრა შემდეგ ადამიანურად, რომ ლაზარე გარდაიცვალა. რატომ ვერ გაიგეს მოციქულებმა? რატომ ვერ მიხვდნენ ღმერთის სიტყვას? ძილსა და სიკვდილს შორის ნამდვილად არის განსხვავება, მაგრამ სულიერი სულიერად განიმარტება და უნდა გესმოდეს. შენ უნდა გესმოდეს სხვისი სატკივარი და აი ქრისტემ რო გაიგოს სხვისი სატკივარი. ქრისტემ რო გაიგოს სიკვდილი. იმას კი არ განიხილავს. რაოდენობით აჩუქოს. პატარა თუ დიდი. სასწაული ხდება. ქრისტე მოციქულებს უთხრა, ეს ამბავი ხდება იმიტომ, რომ ღმერთი უნდა განდიდდეს. დღეს უნდა რომ ღმერთი განდიდდეს. დღეს ამ ეკლესიაში ღმერთს უნდა რომ ღმერთი განდიდდეს. რომ არასოდეს დაივიწყო მართა და მარიამი, არც ლაზარე. ნახეთ როგორ პატრონობს ორივე და არც მიცვალებულს ტოვებენ. და როცა ქრისტე მარიამს ეტყვის, რომ სად არის შენი ძმა, მართას ცემს პასუხს, უფალო უკვე ყარს. 4 დღის მკვდარია. თქვენ მეტყვით, ეს ნამდვილად იყო
ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა მართალია. თქვენ მეტყვით ეს ბიბლიური ისტორია ძლევამოსილებით არის ახსილი. თქვენ მეტყვით რომ ეს სული წმინდის ისტორიაა, მაგრამ დღეს აღარ მომხდარა მკვდრეთით აღდგომა. რას გასწავლის დღეს ღმერთი შენ? ძველ კაცს მოუკვდით ნათლობით, ახსდექი ახალ კაცად. ამ ჩიხში რო შეხვიდე არა? აქ რო ასწავლო შენ თავს არა? მაგრამ ადამიანი რისი ადამიანია თუ ხორციელობა არ მიგითითა? ლაზარე მართლა აღდგა. და ქრისტემ როცა უთხრა რომ ლოდი გადააგორეთ, არ შეეძლო განა რომ ლოდი ქრისტეს გადაეგორებია? შეეძლო, მაგრამ ეს სხვა ქადაგება იყოს, დღეს არ ვიტყვი. და როგორც კი თავისი თვალები ზეცას აღაპყრო, მან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა, მამაო, გმადლობ რომ მისმინე. მე ვიცოდი რომ ყოველთვის მისმენ, ხოლო გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ რომ შენ მომავლინე. გამოვიდა მიცვალებული ხალფეხი, სახვევებით ჰქონდა შეკრული, სახე კი სუდარით ჰქონდა შეხვეული და ეუბნება მას იესო, მათ იესო, ანუ ხალხს, გახსენით და გაუშვით. ქრისტემ თქვა რომ ეს ამბავი იმიტომ მოხდა, ეხლა თქვენ რომ გაიგოთ ღვთის დიდება. და ეს ისტორიაც დღეს იმიტომ მოხდა და მისი წაკითხვა, თქვენ რომ გაიგოთ რომ როგორია იყო მართა. როგორია გაჭირვების ჟამს ავლენდე ღვთის ქალობას. როგორია იყო ჭირის უფალი და გქონდეს ღვთის სიცოცხლე. როგორია დატოვო შენი სტუმრები, დაწერილია რომ უამრავი იუდეველი იყო ამოსული, ფარისევლები, მწიგნობრები და ბოლო მუხში წერია კიდევაც რომ რაც იხილა ბევრმა მათგანმა ირწმუნა, მაგრამ მართა არის უჩვეულო დედაკაცი. ეს ორი და არის სულიერების დიდი გამოვლინება და დაიწერა ეს ამბავი თქვენთვის რომ განდიდდეს ცოცხალი ღმერთი. ირწმუნეთ ხალხნო რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ეს რომ მოხდეს მართას მსგავსი რწმენა გვინდა. ბევრი ამბობს უფალო, მაგრამ ყველა როდი შევაცათა სასუფეველში. ბევრი ამბობს ღმერთი არსებობსო, მაგრამ ქრისტემ გადასარევად თქვა, ამ ხალხის გული მხოლოდ ბაგეებით მომიახლოვდა. მათი საქმე კი და მათი გული შორს არის ჩემგან. ეს ისტორია არის დღეს იმისთვის, რომ თქვენ ისწავლოთ ღვთიური საქმე. ეს ისტორია, მკვდრეთით აღდგომა, არის ის, რომ ძველი კაცის ბუნებამ არ იმეფოს ახალ კაცში. ეს ისტორია არის იმისთვის, რომ განდიდდეს. ეს ისტორია არის იმისთვის, რომ ღვთის ძალას აქვს მოქმედება. სამი მოქმედი პირი, მართა, მარიამი და ლაზარე, მაგრამ ბიბლიაში დაიწერა. ღვთის ისტორიაში ჩაიწერა და შენ გაძლევს დღეს მაგალითს ოჯახიშვილობის, კაცთმოყვარეობის, მაგრამ არასოდეს დაკარგო ღმერთი. მართას და მარიამს ყავდათ მიცვალებული, მაგრამ მათ ყავდათ ღმერთი. ვინ არის ეს ამბავი? ხო ვიცოდით?
რატომ არ განაპირობა შენი ცხოვრება, რომ შეცვლილიყო? რატომ არ ხარ ფხიზლად? ვიღაცას ეძინება, ვიღაცა იმ ძალიან მოდუნდა. აქ არ ილევა ეხა პრობლემა, რომ ღამე გაათია ქვეყნიური საქმეებისთვის. ქვეყნიერება ვერ გაგეგებს. ქვეყნიერებას არ ესმის ჩემი. მე დღეს ორი შვილიშვილი დაუტოვე 75 წლის დედას და ჩემ შვილს ასე უთხარი, დედა, არასოდეს არ მითხრა შენი შნა, მე ვაკეთებ ღმერთის საქმეს, რომელიც თქვენს გამოგადგებათ. მე მოგიყევით მართა. იმიტომ რომ არავინ გაბედოს და არ შეეხოს ამ დღეს. მე მოგიყევით მარიამი, იმიტომ რომ ეს დღე წმინდაა. არანაირი შვილი არ გადაგარჩენთ. არანაირი სიყვარული არ გადაგარჩენთ ღმერთის გარდა. ამ ორდას ქონდა სიყვარული ოჯახის, მაგრამ ღმერთი იყო უპირატესი. და ღმერთს არსად არ უთქვამს, რომ არ გიყვარდეს ოჯახი. მაგრამ წმინდა ჰყავით ეს დღე. მართა და მარიამის შეხვედრა ქრისტესთან ეკლესიაში შეხვედრა იყო. წარმოგიდგენიათ ცოცხალი ღმერთი, სადაც ფეხს დაადგამდა, რა სიწმინდე იყო. სიწმინდეა ყველგან, სადაც ღმერთი სიტყვა ანათებს და დღევანდელი ჩვენი სიტყვა უტყუარია და ბეჭედ დასმულია ბიბლიაში. არც სარკაზმით გვითქვამს, არც ამ ქვეყნიური ნოველები და მოვიშველია იმისთვის, რომ ღმერთის დიდება გამოვლენილიყო. ჩვენ იმდენად სულიერები ვართ, რომ მე ვიცოდი, რომ ჩვენ გაუგებდით მართას და მოგიწოდებთ, რომ ყველა იყოთ მართა. არ დაივიწყოთ იოანეს სახარების მე-11 თავი. ეს არ იყო უბრალო აღდგომა. ეს დებს ჯეროდა და იყავით ასეთი დები და ძმები ეკლესიისთვის, რომ თქვენი ძალა ვლინდებოდეს. იცით რატომ? აი ამიტომ. მაშინ ბევრმა იუდეველთაგან, ვინც იქ იმყოფებოდა ჭირის უფლებში, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ანუ ქრისტემ, ირწმუნა. და როცა შენ გიხილავენ, აუცილებლად ირწმუნებენ. აუცილებლად დაგერქმევა შენ ღვთისკაცი, ღვთის დედაკაცი და შენ იქნები სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, საიდანაც გელოდება საზღაური. აქ საუკუნო სიცოცხლე არ გექნება, მხოლოდ ზეცას იმკვიდრებ. არ გაახუნოთ ეს ზეცა და არ გაახუნოთ ღვთის სიტყვა და არც ლაზარეს ისტორია. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და თქვენეული ვერსია შემომთავაზოთ. მე ჩემი ვერსია კი არ შემოგთავაზეთ. ნამდვილი ამბავი მოგიყევით. ნამდვილი ქალი მოგიყევით. როგორია მორწმუნე ქალის სახე, მეოჯახე ქალის სახე, როგორ არის ყველაფერი თავის რიგზე და როგორ არის ყველაფერი თანმიმდევრულად. არ დაკარგოთ თანმიმდევრობა. არ დაკარგოთ ღმერთის მადლი, თორემ ფუჭად აღმოჩნდებით და ფუჭი იქნება ღვთის მადლი და ამაოება იქნება ის ღმერთის თვალში. იყოს ღმერთის სიტყვა მარად ჟამს თქვენს გულებში ფესვგადგმული და არ დაგავიწყდეთ მართა და არც მართაობა.